რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და მეორე ტურის გაუქმებას უკანონოსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ. მისი თქმით, რუმინეთში მიმდინარე პროცესები უცხო ქვეყნების შარევით მიმდინარეობს. პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გავლენასა და ჯორჯ სოროსის ქსელის მავნებლობაზე საუბრობს. ჯორჯესკუ ირწმუნება, რომ ნატოს რუმინეთში სამხედრო ბაზის გამოყენებით მესამე მსოფლიო ომის დაწყების გეგმა აქვს. მშვიდობის მომხრე ვარ და მათ მშვიდობა არ სურთ. მე უკრაინაში მიმდინარე ომში არანაირი სახის მხარდაჭერითა და წვლილი შეტანით არ ვარ დაინტერესებული. მაინტერესებს მხოლოდ რუმინეთის კეთილდღეობა და ეროვნული ინტერესები. დასავლელ ლიდერებს კი სიტყვა მშვიდობა აშინებთ, რადგან ომი სურთ. მათ სჭირდებათ, რომ საზოგადოება იყოს დაყოფილი და ეს მხოლოდ რუმინეთში არ ხდება. ნატო ახლო შუაზეა გახლეჩილი, რადგან ტრამპს სურს მშვიდობა, ომის დასრულება. ევროკავშირს კი უკრაინაში ომის გაგრძელება და ნატოზე კონტროლი სურს. მე ფაშიზმში მადანაშაულებენ, რეალურად კი ფაშისტები სწორედ ეს გლობალისტები არიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი წესების დამყარებას და რეგიონს უბიძგებენ მესამე მსოფლიო ომისკენ რუმინეთის გავლით. ამერიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა დემოკრატიის ეროვნული ფონდი, IRI და სხვები. ისინი ფუნქციონირებენ როგორც დაზვერვის მიერ ჩანერგილი შუამავლები და არჩევნების გასაშუქებლად მხოლოდ მათთან კომუნიკაციაა საჭირო. ჩვენ ვიყენებთ პროპაგანდასაც და ამაში დიდი რაოდენობის ფული იხარჯება, თუმცა თუ კი ეს პროპაგანდა არ ამართლებს და არჩევნებში არასწორი კანდიდატი იმარჯვებს, მაშინ ან არჩევნების შედეგების გაუქმების ოპერაციას ვატარებთ, ან ფერადი რევოლუციის ოპერაციას. ეს ცენტრალური დაზვერვის საქმიანობაა.